მადლობა ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, მინდა პირველ რიგში შეკითხვებისთვის მადლობა გადაგიხადოთ და თქვენთ თითოეულ შეკითხვას გავცემ პასუხს. პირველი შეკითხვა და ის ბატონი გივი მიქანაძის მიერ ეხებოდა განათლების სისტემას, უფრო კონკრეტულად განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უქმდება და შესაბამისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონულ განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ეს არის გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა თვალსაზრისით არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში ეს ფუნქცია ვფიქრობ უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. დღეს რამდენიმე შეკითხვა დაისვა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ სკოლების მოლაპატრონობა პერსპექტივაში არის სწორედ ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. პერსპექტივაში ასევე თუნდაც სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება, ეს შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ეს არის ერთგვარი შუალედური ნაბიჯი, ამ ეტაპზე ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, ეს დეტალები იქნება, რა თქმა უნდა, განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე, მათ შორის კითხვა დაისვა სასწრაფო წესით განსახორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. აქაც დროებითი სომები იქნება ბუნებრივია მიღებული იმისათვის, რომ არც ერთ მიმდინარე პროექტს არ შეექმნას რაიმე საფრთხე. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით. ეს არის ჯგუფგაროსნული საავტომობილო გზები, ეს არის რკინიგზა, ეს არის პორტები, ეს არის აეროპორტები. ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა. ასევე მოგახსენებათ, მოუზადების პროცესია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივია დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები შესაბამის ქვეყნებთან, საქართველოს, შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ეგრეთ წოდებულ ჩაგეტილ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ეს არის ცენტრალური აზიის, შუა აზიის 5 ქვეყანა, 5 სახელმწიფო და ეს არის ჩვენი მეზობელი 2 სახელმწიფო, აზერბაიჯანი და სომხეთი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის პოტენციალს ჩვენთვის, რომ მაქსიმალურად გავაყრმავოთ ჩვენი საუჯრო ეკონომიკური კავშირები, გავაძლიეროთ შესაბამისად დაკავშირებადობის ფუნქცია და პირველ რიგში ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ეს ფუნქცია მაქსიმალურად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყანას. შემდეგი შეკითხვა, ბატონი ლადო ბოჟაძის შეკითხვა იყო მიგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის შრომით საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, აქ გვაქვს ინიციატივა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროში პრობლემას უქმნის ის, რომ მათთან კონკურენციაში შედიან არამოქალაქეები ნებისმიერ სახელმწიფოში, ბუნებრივია მკაცრად არის მოწესრიგებული შრომის ნებართვის საკითხები და ჩვენთანაც ეს რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს. აქამდე არ იყო არავითარი არსებითი რეგულაციები და ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიახლის დანერგვის თაობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაფეოთ უნდა განისაზღვროს სექტორები, სადაც შეიძლება კონკურენცია დაუშვათ, მაგრამ უნდა იყოს ბაზარზე სექტორები, სადაც კონკურენციისგან უნდა იყვნენ თავისუფალი ჩვენი თანამოქალაქეები. ეს არის უბრალოდ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ნებისმიერი სახელმწიფო მოქმედებს სწორედ ასეთი მიდგომით. არის სფეროები, სადაც ძალიან უჭირს ბიზნესს ადგილზე მუშახელის შოვნა. და ამისათვის არის ბევრ სექტორში
პრაქტიკა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყავთ მუშახელი, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკაც უნდა იყოს ბუნებრივია დაშობილი, სადაც არის შესაბამისი დეფიციტი, ბუნებრივია ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ, ბიზნესს ვერ გავაჩერებთ, ამიტომ ეს პრაქტიკაც იქნება დაშობილი, მაგრამ სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ ინტერესი, რომ შესაბამის სფეროში თავად დასაქმდნენ, იქ კონკურენცია შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შევსყუდოთ. ეს არის საერთო მიდგომა, დანარჩენი ერთად ვიმუშავებთ ბუნებრივია კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე. რაც შეეხება ზოგადად დეცენტრალიზაციას თვითმმართველობას, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სტრატეგია მიმართულებით, რომელიც შემდგომ და მუდმივ განახლებას და გადახედვას საჭიროებს. ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი 7%-მდე გაგვიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი, ჩამორ შემოსავლებში, ანუ საუბარია ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე. და მომავალ წელს უკვე ეს მიზანი შესრულდება. თუმცა ეს არ არის საკმარისი, როგორც უკვე თქვა, მუდმივად უნდა განახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აქ აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ყველა კვლევის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე საჯარო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამიტაც უნდა ვიამაყოთ და პლუს მაქსიმალური ასე ვთქვათ, სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ნდობისგან, შესაბამისად, რაც მეტი კომპეტენცია, რაც მეტი შესაბამის კომპეტენცია გადავა ადგილობრივ დონეზე, ბუნებრივია მით უკეთესი. რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი ასე ვთქვათ, მკაფიო პოზიცია, მე ვარ გამკაცრების მომხრე პირადად. რა თქმა უნდა, არის გრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის სანქციები, რაც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მე პირადად მახსოვს ერთ-ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს, საერთოდ არაფერი ჩვეულებრივი, ჩხუბიც კი არ იყო. ადამიანი მოკლეს და 10 წელი თავისუფლების აღკვეთა, შეიძლება უფრო ადრეც გამოვიდეს ციხიდან. ხო, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომები გადახედვა საჭიროებს. ან მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და ბუნებრივია, მთავრობა მზად არის, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე. რაც შეეხება ბატონ დავით მათიკაშვილის კითხვებს, ყვარელში თეატრის რეაბილიტაცია პროექტი არის მზად, დაახლოებით 10 მილიონიანია ეს პროექტი და მალე შევუდგებით უკვე სამშენებლო სამუშაოებს. რაც შეეხება სპორტულ მოედანს, საცურაო აუზს, ამ მიმართულებითაც გადაითქმება აქტიური ნაბიჯები და დავიწყებთ მშენებლობას. ზოგადად ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით. ეს მოიცავს მათ შორის საფეხბურთო სარაგბო მოედნებს, ეს მოიცავს შიდა მოედნებს, ეს მოიცავს საჭიდაო დარბაზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, საცურაო აუზს და შემდეგ. და ასევე მულტიფუნქციური ცენტრები უნდა მოიცავდეს კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, შემეცნებით კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, ანუ თავისი არსით უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მულტიფუნქციური. საბოლოო ჯამში ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ყვარელი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ბატონ ლევან მახაშვილის კითხვა იყო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული 2028 წლისთვის გვინდა რომ შესრულებული კონდეს 90%-ზე მეტი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან და ამაზე რა თქმა უნდა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ბუნებრივია ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კოორდინაციით. ახლა მომავალში ასევე გეგმავთ შესაბამისი კომისიის მოწვევას, სამთავრობო კომისიის მოწვევას. ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამბიციური მიზანია 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ბუნებრივი ასოცირების ხელშეკრულებით ნაგზის ვალდებულების შესრულება. ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მხრიდან არის სრული საუბარი. რაც შეეხება რთველს, რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერი წარიმართება ხავრესების გარეშე, მთელი გუნდი არის მობილიზებული, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე ვიქნებით ჩართული ამ საკითხების ორგანიზებაში. ბატონი ანდონ აბულაშვილის შეკითხვები, რაც ხა ბორჯომის ტრანზიტულ მოძრაობას, ეს რა თქმა უნდა არის სერიოზული გამოწვევა, პრობლემა თვითონ კურორტისთვის. უბრალოდ არის კომპლექსური საკითხი, რაც თავადაც მოგეხსენებათ, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე. ასეთი მოსაზრება არსებობს, ამიტომ დაგჭირდება სიღრმისეული კვლევა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ამ პროექტთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება. რაც შეეხება ლიკანის სასახლეს, რომანოვების სასახლეს, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კომპლექსურად განხილული სასტუმრო ინფრასტრუქტურასთან ერთად. სასტუმრო ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას და შეგვიძლია გავცეთ დაპირება, რომ ვიმუშავებთ კომპლექსურად. როგორც სასტუმროს განახლების საკითხზე, ასევე ამასთან ერთად ლიკანის სასახლის განახლების საკითხზე და მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თქვენი ჩართულობა იქნება ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რაბათის ციხეს და მის რეაბილიტაციას, ბატონ რეზესოხაძესთან ერთად ქონდა საუბარი და დავიწყებთ მუშაობას, რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტია და ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში დავიწყოთ მუშაობა და განვახორციელოთ რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება ადიგენის კულტურის სახლს, აქაც მულტიფუნქციური მიდგომით გვინდა წავიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ადიგენი არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის სრულყოფილი, მათ შორის კულტურის სახლიც პრაქტიკულად არ არსებობს. ადიგენი იქნება ბუნებრივი ერთ-ერთი პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად ვადებს, დღეს გამიჭირდება კონკრეტული ვადის დასახელება, მაგრამ ახლოს მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ წარმოვადგენთ უკვე დეტალურ გეგმას, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს და იქ იქნება ასახული პრიორიტეტები თავისი ვადების გათვალისწინებით და იქ უკვე შეგვიძლია კონკრეტულ ვადებზე საუბარი უშუალოდ ადიგენის მულტიფუნქციურ ცენტრთან დაკავშირებით. იგივე ხება ასპინძის სტადიონსაც, აქაც ერთიანი გეგმის ნაწილი იქნება და იქ ერთად შეგვიძლია გავნახოთ ეს გეგმა, ერთიანი გეგმა ქვეყნის მასშტაბით და ვადებსაც საბოლოო ჯამში ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ასე მივიღოთ. რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, ამაზე უკვე გაგზიარეთ ინფორმაცია, ბატონი აზურ ბოლქოცის შეკითხვა იყო. წელს, როგორც უკვე ითქვა, დასრულდება ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს საფულისთვის დასრულდება ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა, ასფალტის საფარის დაგება. რაც შეეხება გოდერძის საბაგირო გზას, თუ საქმე ეხება კურორტს, გოდერძის კურორტს, საპროექტო სამუშაოები წარმოებს ამასთან დაკავშირებით და კომპლექსურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საბაგირო ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებითაც. დემოგრაფიის შესახებ დაისვა რამდენიმე შეკითხვა, ქალბატონმა ნინო წილოსანმა დასვა ეს შეკითხვა, ასევე ქალბატონმა მარიამ ლაშხმა. სხვა შეკითხვებიც იყო თუ არ ვსწრები. დემოგრაფია არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სამწუხაროდ დემოგრაფიული თვალსაზრისით გვაქვს განსხვავებული ვითარება, რაშიც თავისი ლოგიკაც არის. რეალურად ეკონომიკური ზრდა და დემოგრაფიული პროგრესი ერთმანეთთან არ არის ხოლმე თანახვედრაში, პირიქით არსებობს საპირისპირო ასე ვთქვათ სტატისტიკაც, რაც უფრო მეტია სიღარიბე სოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, მით უფრო მაღალია ხოლმე როგორც წესი დემოგრაფიული მაჩვენებლები. მაგალითად, სოფლიოში მეორე ადგილზეა ღაზა სექტორი შობადობის თვალსაზრისით. ერთ ქალზე მოდის 8.3 ბავშვი. ამ დროს ღაზა სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კუთხე სოფლიოში. ანუ არის სამწუხაროდ საპირისპირო კორელაცია. აქედან გამომდინარე გამოწვევა არის განსაკუთრებული, ანუ ეკონომიკის ზრდა თავისთავად არ არის ფაქტორი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და არც მხოლოდ ფინანსური და მატერიალური ტიპის ჩარევები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. კომპლექსური საკითხია. მე შემოგთავაზებთ
შევიკრიბოთ დემოგრაფიის კომისიის ფორმატში და ყველა საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ კომპლექსურად. ანუ განვიხილოთ როგორც ფინანსური საკითხები, განვიხილოთ ასევე სხვა, მათ შორის იდეოლოგიური საკითხები. ბევრი რამ უკავშირდება ბუნებრივია დემოგრაფიულ განვითარებას. აქ იყო ნახსენები პატრიარქის ინიციატივა, რამაც წლების მანძილზე ძალიან სერიოზული პროგრესი მოგვიტანა დემოგრაფიის კუთხით. ეს არ იყო მატერიალური ინიციატივა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად კომპლექსური უნდა იყოს მიდგომა დემოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ ვზადვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის ამ საკითხის შესახებ, მათ შორის ნახსენები იყო იპოთეკური მხარდაჭერის პროგრამა, რითაც საკმაოდ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა. კერძოდ წელიწადში 1800 ოჯახი სარგებლობდა საშუალოდ ამ პროგრამით, მთლიანობაში ისარგებლა 7500-მა ოჯახმა. სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებიც არის მნიშვნელოვანი. ყველა საკითხი განვიხილოთ კომპლექსურად, ანუ როგორც ფინანსური მხარდაჭერის, მატერიალური მხარდაჭერის საკითხები, ასევე ნებისმიერი სხვა შეასრულო ინიციატივა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მთავარი პრობლემა არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ შარშანაც შობადობა არ აჭარბებდა გარდაცვალების მაჩვენებელს, ასეთია სამწუხარო ტენდენცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ. რაც შეეხება მიგრაციაც არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. შარშანდელი წელი იყო პირველი წელი COVID-ის წლის შემდეგ, 2020 წლის შემდეგ, როდესაც დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში. 2021, 22, 23 წლები აქაც ჰქონდა უარყოფითი სალდო. აქაც არის, რა თქმა უნდა, ინიციატივებზე საფიქრებელი. მოკლედ ყველა საკითხი კომპლექსურად განვიხილოთ, რაც უკავშირდება დემოგრაფიას, მოვიწვიოთ კომისიის ხდომა და ვიმსჯელოთ ყველა თემაზე ერთად. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და აგრარული განათლების საკითხს, რაზეც ბატონმა გელასამ ხარვალმა დასვა შეკითხვა. მე ვისაუბრე საუნივერსიტეტო კომპლექსურ რეფორმასთან დაკავშირებით და ეს რეფორმის ინიციატივა მოიცავს მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებსაც. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მოქმედებდა საკმაოდ დიდი მასშტაბის აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაასკვისა სხვა სტრატეგიულ ასე ვთქვათ ობიექტებთან ერთად და ამ დარგს ექცეოდა აგრარულ განათლებას, ექცეოდა მინიმალური ყურადღება, თუ საერთოდ ექცეოდა. შესაბამისად გვაქვს რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ორი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვროთ რეგიონულ უნივერსიტეტებში სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს, ანუ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონულ უნივერსიტეტებში იქნება სწორედ აგრარული განათლება. რისთვისაც დაგჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რესურსების გაძლიერება, შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის შეიძლება დაგჭირდეს მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან, საქართველოს დაწესებულებებთან ამ მიმართულებით. მოკლედ ამ გეგმასაც დეტალურად წარმოგიდგენთ მოგვიანებით, როცა გაგაცნობთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას. რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ჩანაცვლებით თერაპიას, ბატონი საზალომირაძის შეკითხვა იყო ამასთან დაკავშირებით და ვადებთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა. მომავალ კვირაში უნდა იყოს მიღებული შესაბამისი კანონპროექტი, მანამდე რამდენიმე დღე გვაქვს და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვადებთან დაკავშირებით, მანამდე უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები. მიდგომა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება. როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის გადმობარება სახელმწიფოს მიერ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გადმობარება სახელმწიფოს მიერ. რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს ეს ვადები, მთავარია რომ რაღაც ხარვეზები არ გაგვებაროს, ამიტომ ამ დღეების განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე და მაქსიმალურად ჭიდრო ვადები განსაზღვროთ, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობის განვითარებასაც
დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თანამედროვე ვითარდება ინფრასტრუქტურა, შეასრულებები, მათ შორის კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ქონდა პირველ რიგში კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ მიწინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ მასშტაბურად გავაფართოვოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ისე, რომ უნივერსიტეტმა საბოლოო ჯამში შეძლოს 10,000-ობით სტუდენტის მიღება. ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით, რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას. ფონდი ქართულ არის უშუალოდ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს, მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული. რაც შეეხება ბატონი გიორგი ხახობიას შეკითხვებს, ოფოთან დაკავშირებით მქონდა მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღება, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ბატონი გიორგი ხახობიას ინიციატივით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, 20 მილიონის დამატება ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ეს არ არის ერთჯერადი დამატება, ყოველი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება პლუს 20 მილიონით სტანდარტული ზრდის მიღმა ფოთის ბიუჯეტის განსაზღვრა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ფოთის თეატრის რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია თავის დროზე. აქაც გავიხსენებ წინა ხელისუფლებას, საკმაოდ არასწორი ფორმით განხორციელდა ეს პროექტი. შესაბამისად, საკმაოდ ძვირი ხდება რეაბილიტაცია. საკითხის დამატებით შევისწავლით, ყოველ შემთხვევაში ფოთში მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი უნიშნულოვანი ქალაქი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ მაღალ ადგილს დაიკავეს ბუნებრივია ფოთი და ფოთშიც მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურას იქნება არა მხოლოდ სპორტული დატვირთვა, არამედ ასევე კულტურულ-შემეცნებითი დატვირთვაც. რაც შეეხება ხობს და სენაკს, სენაკში უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მოედნის და ჰაუზის მოწყობა მშენებლობის მიმართულებით. რაც შეეხება ხობს, ანუ აქაც უნდა წავიდეთ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით და როგორც უკვე ითქვა, გვექნება დეტალური გეგმა, რომელსაც წარმოგიდგენთ და ყველა შეგიძლიათ გაეცნოთ, თავისი ვადებით იქნება გაწერილი ეს გეგმა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. რაც შეეხება ლებარდეს და ტობოვარცხილის განვითარებას, ბატონი ილიას შეკითხვები იყო ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტობოვარცხილს, აქ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა არის უკვე ჩატარებული და დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები. ლებარდესთან დაკავშირებით ასეთ კვლევა ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ვიმუშავებთ, სად ვარ თქვენთან კონსულტაციებისთვისაც, ვიმუშავებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ყველა საკურორტო სივრცის აღდგენა, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ლებარდეს აღდგენა რეაბილიტაცია, მზად ვართ, რომ ვიმუშავოთ აქტიურად ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან ერთად. რაც შეეხება ბატონი გიორგი ჩაგვეტაძის შეკითხვას, რომელიც უკავშირდება მოქალაქეობის აღდგენის გამარტივებას ჩვენი ყოფილი მოქალაქეებისთვის და ეთნიკურად ქართველებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი პრაქტიკულად უკვე მომზადებულია, სერიოზულად იყო გართულებული შესაბამისი პროცედურები. შესაბამისი კანონპროექტი პრაქტიკულად უკვე არის მომზადებული და თქვენთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე პარლამენტში შემოვიდათ ამ კანონპროექტს იუსტიციის მინისტრი მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მზად ვართ, რომ უკვე საშემოდგომო სესიიდან თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ კანონპროექტის მიღების შესახებ. რაც შეეხება ქალბატონი მაია ბითაძის შეკითხვებს, სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა. აქ პირველ რიგში რაც მინდა თქვა არის ის, რომ გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების გაცემა და ამასაც რა თქმა უნდა თქვენთან ერთად შეგვიძლია აქტიურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება ფიტოსანიტარიას, ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის დედაქალაქში, მაგრამ არა მარტო რეგიონებშიც. სამინისტრო თავად უზრუნველყოფს სააგენტოს გამგებლობის ქვეშ არსებული ტყის ფონდის მოლაპატრონობას.
რაც ხომ მუნიციპალიტეტებს საქმე მივდივართ კონსულტაციების გზით. ეს არის ზოგადი მიდგომა და რა თქმა უნდა ეს პრიორიტეტად დარჩება. რაც ხდება რუსთავის სტადიონს, ბატონი ირაკლი შატაკიშვილის შეკითხვა იყო. ტექნიკური დავალება უკვე მზადდება. რუსთავში პრაქტიკულად ახალი სტადიონი აშენდება. ეს იქნება UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი. რაც შეეხება მაყურებლის რაოდენობას, ვფიქრობთ 8-დან 10,000-მდე იყოს მაყურებლის რაოდენობა. ვფიქრობთ, რომ გამომდინარე დედაქალაქიდან ასე ვთქვათ სიახლოვიდან ძალიან კარგი იქნება ამ სტადიონის დატვირთვა არა მხოლოდ ქალაქის თავშოთ საკლუბო საჭიროებებისთვის, არამედ ასევე თავშოთ საფეხბურთო გუნდებისთვის, ახალგაზრდული ნაკრებისთვის მაგალითად, ასევე სარაგბო მატჩებისთვის, ან მაქსიმალურად გვინდა რომ დავტვირთოთ რუსთავის სტადიონი, რომელიც იქნება ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა, როგორც ვთქვი, UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი აშენდება რუსთავში დღეს არსებული სტადიონის ტერიტორიაზე. რაც შეეხება კამპუსს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაბამისი კონცეფცია იქნება წარმოდგენილი და რუსთავის მიმდებარედ ვფიქრობთ კამპუსის შენებლობას, რაც ორმაგი თვალსაზრისით იქნება მომგებიანი, თბილისის განტვირთვა, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, თბილისი მეტად არის დატვირთული და რუსთავი არის მეტად დასატვირთი, ასე ვთქვათ. თბილისის განტვირთვა და რუსთავის დატვირთვა, ორმაგი ეფექტი იქნება ამ კამპუსის შენებლობას და არჩენ დეტალებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ სრულ ინფორმაციას. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსთავისთვის თავისთავად ამ პროექტის განხორციელება და ძალიან კომფორტული იქნება ასევე თვითონ უნივერსიტეტის პოტენციური სტუდენტებისთვის ეს პროექტი. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბატონი ბეჟანცაკაძის შეკითხვა იყო თვითგმარობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გეგმა 2030 წელს მივახციოთ, ასე ვთქვათ, თვითგმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10,000 მეგავატი არის ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და სწორედ ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად თავიდან ბოლომდე შესრულდება. რაც შეეხება ბატონი ზვიად ჩალამბერიძის შეკითხვას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. თქვენ იცით, რომ ძალიან მასშტაბური ინიციატივები განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით და რა თქმა უნდა ყურადღებას არ მოვაქლებთ მომავალშიც მუდმივად ვესწრებით ახალი ინიციატივების შემოშევებას იმისათვის რომ მაღალმთიანი რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს იმისათვის რომ მაქსიმალურად ამაგრდეს ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიან რეგიონებში ბუნებრივია პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაციები ამ საკითხზე. რაც შეეხება შორაპნის ციხეს ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს, დამუშავებული არ არის ეს საკითხი, გვექნება კონსულტაციები, როგორც კულტურის სამინისტროსთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მომამზადებთ მიდგომას და თქვენთან ერთად გავივლით, რა თქმა უნდა, ამ საკითხს. გეთანხმებით, რომ ძალიან ღირებული იქნება რეგიონისთვის, კონკრეტულად ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის ამ ძეგლის აღდგენა და რეაბილიტაცია. რაც შეეხება ბატონის ოზარსუბარის შეკითხვას ჰესებთან დაკავშირებით, მე აღვნიშნე, რომ იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა დამკვიდრებული ამ მიმართულებით, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, იყო შემთხვევები, როდესაც გამოყავდათ ხალხი და მერე წელში უждდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური ინტერესი იყო. მათ შორის მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას უცხოეთიდან არ გამჭრვალედ დაფინანსებული NGO-ები გამოყავდათ იმისათვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული, შეიძლება რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ თავის დროზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა, სადაც სახელმწიფო სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ თვითგმარობაზე, ხო, 10,000 მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არა თუ თვითგმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ელემენტარულად ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. და გვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები, სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ ცდილობას, რომ ხელოვნური დაბრძოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების განვითარებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სათანადოდ
დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლენტეხი მესტიის დამაკავშირებელ გვირაბს, საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, მილიარდზე მეტი ხდება. ამ პროექტის განხორციელება, საბოლოო ჯამში რთულია გადაწყვეტილების მიღება, სწორედ მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, საკითხებზე რა თქმა უნდა კომპლექსურად აღჭირდება მსჯელობა. პერსპექტივაში გასაკეთებელია უბრალოდ დროის კუთხით სამშენებლოა, როდის შეიძლება კონდეს ამის ფინანსური რესურსი. რაც შეეხება მარნეულის წყალმომარაგების პროექტს, გეთახმებით, რომ სერიოზული ხარვეზები წარიმართა ეს პროექტი იყო სერიოზული პრობლემები კომპანიასთან, რამაც მარნეულის მოსახლეობა შეუქმნა სერიოზული პრობლემები. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გადათხრილი იყო და დღესაც გადათხრილია ქუჩების დიდი ნაწილი. აქ შეგვიძლია დაპირება მოგცეთ, რომ სადაც შესრულებულია უკვე წყალმომარაგების სამუშაოები, იქ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქონდა უკვე კონსულტაციები ბატონი სოხაძესთან, მაქსიმალურად სწრაფ ტემპში იქნება უზრუნველყოფილი გზების დაგება და დანარჩენსაც მაქსიმალურად დავაჩქარებთ, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები იყო, რა თქმა უნდა, სერიოზული, ანუ მაქსიმალურად დავაჩქარებთ როგორც ქუჩების კეთილმოწყობას, ასევე თვითონ ამ ძირითადი პროექტის სწრაფ ტემპებში დასრულებას. რაც შეეხება ბატონი ლადო კახაძის შეკითხვებს, რა თქმა უნდა, ზოგადად პრიორიტეტია სამეგრელოს მონაკვეთის მშენებლობა. მე ასევე ვახსენე, რომ ჩვენ უკვე გვაქვს დაგეგმილი ანაკლიის მიმართულებით მაგისტრალური გზის მშენებლობა. თანთანობით, რა თქმა უნდა, გავაფართოებთ ამ ქსელს და პრიორიტეტად გვიქნება ბუნებრივია შენარჩუნებული გზის მონაკვეთის მშენებლობაც. რაც შეეხება დიდ რეგიონულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოოს, ამ ეტაპზე მოგხსენებათ, რომ ყულევში შენდება ძალიან მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც რეალურად საჭიროებებს დაკმაყოფილებს, როგორც კი პროექტი დასრულდება. პერსპექტივაში, როდესაც გაიზრდება ნაკადები, ბუნებრივია, შეიძლება გახდეს დამატებით სოფსის ტერიტორიაზე შესაბამის საწარმოს განვითარება საჭირო. ეს დამოკიდებული იქნება შემდგომ განვითარებაზე. რაც შეეხება ქალბატონი ირმა ზავრადაშვილის შეკითხვებს, ჩანაცვლებით თერაპიაზე და ფსიქოტრობულებზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა დამატებით ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის თუ იმპორტის სამოღება არ არის საკმარისი. თვითონ ჩანაცვლებით თერაპიას რაც შეეხება მათ შორის სახელმწიფო მომსახურების ნაწილში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება იყოს მთლიანად ორიენტირებული განკურნებაზე. რასთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს. მე შემიძლია მოგცეთ პირობა, თუნდაც ჩანაცვლის მინისტრთან ერთად, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ამ პროცესს და ასევე გადავხედავთ მაქსიმალურად კაცრად პრაქტიკას. თუ არ არის ორიენტირებული პროცესი პაციენტის განკურნებაზე, ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა გავიდეს მომსახურებიდან, ეს იქნება ძალიან მკაცრად უზრუნველყოფილი. ამის გარეშე მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის ამოღებას, რა თქმა უნდა, არავითარი ეფექტი არ იქნება. ანალოგიურად, რაც შეეხება ფსიქოტრობულებს, ერთია იმპორტის შეზღუდვა, რატომ არის მნიშვნელოვანი იმპორტის ამოღება სახელმწიფოს მიერ. იმიტომ რომ მთავარი, ვისაც აქვს ინტერესი, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ხელოვნურად რეალიზაცია, ეს არის სწორედ იმპორტიორი კომპანია. მაგრამ ამის მიღმა რჩება ბუნებრივია რისკები. რისკები რჩება თვითონ ფსიქოტრობული აფთიაგების დონეზე და რისკები რჩება რეცეპტების გამოწერის დროს ექიმების მიერ. ამიტომ აქ რა თქმა უნდა იმპორტის წამოღების მიღმა კაცრი კონტროლი უნდა დამყარდეს როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებიდან. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ ბუნებრივია მხოლოდ იმპორტის წამოღება არ არის საკმარისი, უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მაქსიმალური გამკაცრება როგორც ერთი ისე მიმართულებით. ხო, სფერო არის ძალიან, ასე ვთქვათ, მოწყვლადი, ასე რომ ვთქვათ, რისკები არის ბუნებრივია სერიოზული. მასშტაბით ბევრად ნაკლები არ არის რისკები ჩვეულებრივი ნარკოტიკების რეალიზაციასთან შედარებით. აქედან გამომდინარე დაგჭირდება მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ პრობლემები ამ სფეროში. რაც შეეხება ონკოპაციენტებს და ადრეულ დიაგნოსტიკას, სკრინინგის პროგრამა არის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჯანდაცვის სფეროში და წარმატებით ხორციელდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მოცვის არეალი გაიზარდოს და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი, რეალური სტატისტიკა და ამაზე რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად იმუშავებს. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მილიონი ლარის გამოყოფა შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა სერიოზული ინვესტიცია, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ 120 მილიონი ლარის ინვესტიციამ უნდა მოქცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში 150 მილიონი ლარის ეკონომია. ანუ საბოლოო ჯამში მართალია ეს არის ერთ შეხედვით ინვესტიცია, თუმცა ეკონომია უნდა მოქცეს იმაზე მეტი ვიდრე ინვესტიცია ჩაიდება ამ მიმართულებით. ანუ აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც აუცილებლად იქნება გამოყოფილი. რაც შეეხება დიდობის საკითხებს, პროფსასწავლებელი ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაგჭირდება მერიასთან, გავერკვევით ვისი არის თავისთავად ეს ინფრასტრუქტურა, ვის საკუთრება, ასეც და ისეც მერიასთან დაგჭირდება კონსულტაციები და შევესწრებით რა თქმა უნდა, რომ კონკრეტული ფუნქცია მივცეთ ამ ინფრასტრუქტურას, იქნება ეს პროფესიული სასწავლებელი თუ მულტიფუნქციური ცენტრი. მოგეთ ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება ნორჩ დინამოელს და სუკონკის მოედანს, როგორც თქვენც აღნიშნეთ, სუკონკის მოედანი პრივატიზებულია და არ ვიცით აქ რა შეიძლება გაკეთდეს. რაც შეეხება ნორჩ დინამოელს, მართალია ეს ობიექტიც იყო პრივატიზებული სამშენებლო დანიშნულებით, რაც პირდაპირ დანაშაული იყო, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული. ნორჩი დინამოელი არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ და აბსოლუტურად უგულოდ პირდაპირ გაასხვისეს ეს უნიკალური ბაზა, ასე ვთქვათ, სამშენებლო დანიშნულებით. თან მერე გაირკვა, რომ იქ მშენებლობაც არ იყო შესაძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს ინფრასტრუქტურა გადის შესაბამისი ნაკვეთის ქვეშ, დარჩა ეს ტერიტორია პრაქტიკულად მიტოვებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, ანუ უკვე საკმაოდ ღრმად ვართ შესული ამ პროცესში, რომ წელსვე წამოვიღოთ და გადავცეთ, რა თქმა უნდა, შესაბამის კერძო სუბიექტთან მოლაპარაკების საფუძველზე წამოვიღოთ და გადავცეთ ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდობის ტერიტორიაზე. რაც შეეხება სოფელ დუისის სკოლას, ბატონმა ირაკლი ხადაგიშვილმა დასვა შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სია გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლაც. შესაბამისად პროცედურები დაიწყება. ვესწრებით მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში პრიორიტეტულობიდან გამომდინარე დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები და შემდეგ უკვე საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ დუისში. გელათთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. მათ შორის ქალბატონი გრადაცისავა შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება მოდელად ავიღოთ გელათის მაგალითი და დავნერგოთ შესაბამისი პროტოკოლი. ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად შეიძლება გელათის პრაქტიკის დანერგვა მოდელად გამომდინარე იქიდან, რომ სწორი მიმართულებით ხორციელდება ეს პროექტი და ანალოგური მიდგომით შეგვიძლია ვიზრუნოთ სხვა ძეგლების რეაბილიტაციაზეც. რაც შეეხება ბატონ გიორგი გაბუნიას შეკითხვებს, ანახსენა საალგებრო სკოლები მუნიციპალიტეტებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ზოგადად, როდესაც ბავშვს ახალგაზრდას აქვს შეხება ფოლკლორთან, მას კიდევ უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება უყალიბდება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. ერისიონის შენობის რეაბილიტაცია ეს იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განხორციელდა. რაც შეეხება სახელოვნებო განათლებას, დღეს საუბარი მქონდა ზოგადად იმაზე, რომ განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და სერიოზული ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლების რეფორმა, სადაც გვაქვს სერიოზული პრობლემები, ჩავარდნები, ასეც კი ვიტყოდი.
შესაბამისად ვითარება გამოსწორება საჭიროებს, ან კომპლექსურად განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში გვექნება, რა თქმა უნდა, მსჯელობა სახელმწიფო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზეც. აჩხვალ ანჩხუთში კულტურის სახლს გეთანხმებით, რომ აქაც პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის მოწყობა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განსხვავებით მეზობელი მუნიციპალიტეტებისგან ლანჩხუთს არ აქვს. ჩვენ ვესწრებით მაქსიმალურად, რომ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა განსაზღვროთ პრიორიტეტულად ლანჩხუთთან მიმართებით საერთო გეგმაში. ბატონ ირაკლის არქივას ჰქონდა შეკითხვები წალენჯიხის პროექტებთან დაკავშირებით და მსჯელობა წალენჯიხის პროექტებთან დაკავშირებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია თითოეულის პროექტი, რომელიც ხორციელდება და რა თქმა უნდა ვესწრებით მაქსიმალურად გავაფართოვოთ ამ პროექტების არეალი, მათ შორის იუსტიციის სახლი ახსენეთ, რომელიც მუშაობაც რა თქმა უნდა დაიწყება. წალენჯიხას შეიძლება ბუნებრივია იუსტიციის სახლი, ჩვენი მიზანია ზოგადად რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს დაფარული შესაბამისი ინფრასტრუქტურით და წალენჯიხაშიც რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც ჩვენ თავსაც უნდა შევახსენოთ ხოლმე და ჩვენ საზოგადოებასაც რაც შეიძლება ხშირად. ჩვენ გვახსოვს რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. თავიდან ბოლომდე იდგა კრიმინალზე ეს რეჟიმი, ადამიანს ზრუნვა არ იყო არავითარი პრიორიტეტი, პირიქით ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. და სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლის შემდეგ. და შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ვიღაცებს ქვეყნის გარედან სურდათ ასეთი ადამიანების დაბრუნება ხელისუფლებაში და პირდაპირ წინასაარჩევნო სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს ვერავინ აიძულებს, ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან, ვერავინ აიძულებს ხელისუფლებაში დააბრუნოს კრიმინალები. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. მე მინდა ყველას გადავხადო მადლობა, ვინც ჩართულია უშუალოდ საპარლამენტო საგამოძიებო საქმიანობის მუშაობაში, განსაკუთრებით ალბათონ თეატროლოგიანს, რომელიც არის კომისიის ხელმძღვანელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის მართა საქართველოს პარლამენტში. ფართო საზოგადოებას ხშირად შეიძლება ავიწყდებოდეს ის დანაშაულები, რომლებიც თავის დროზე იქნა ჩადენილი. ჩვენც კი ვინც უშუალოდ ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება ემოციურ დონეზე მაინც გავიწყდებოდეს ის დანაშაულები და იმ დანაშაულების მასშტაბი, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ის პროცესი, რომელიც წარიმართა და წარიმართება საგამოძიებო კომისიაში და მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძე განოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო. სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენელი, არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები. კიდევ ერთხელ მადლობა საგამოძიებო კომისიას განაღრევილი საქმიანობისთვის. რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მე საუბარი მქონდა მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალში. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც პრინციპში არ მიხსენებია, ეს არის ქუთაისის ტექნოლოგიური სივრცის ჰაბის განვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბუნებრივია, მთავარია, რომ მაქსიმალურად დავტვირთოთ ეს ინფრასტრუქტურა ამ მომავალში. ზოგადად სივრცე ძალიან დიდია განვითარებისთვის. IT სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, სწრაფად მზარდი ჩვენს ეკონომიკაში, თუმცა იმდენად დიდია პოტენციალი, რომ მაქსიმალური ინვესტიცია არის ჩასედები ამ მიმართულებით. თქვენ გაქვთ გამორჩეული გამოცდილება ამ სფეროში და შესაბამისად მზად ვართ, რა თქმა უნდა, მთავრობის შესაბამის წევრებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ახალი ინიციატივები წარუდგინოთ ამ სფეროში. ერთ-ერთი ინიციატივა, რაც თქვენც ახსენეთ, იყო 3 წლიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული, საჭიროა მაქსიმალური წამახალისებელი ზომების მიღება იმისათვის, რომ ეს სექტორი ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს, რა თქმა უნდა, მზად ვართ თქვენთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დიდი მადლობა, მეგონი ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი. იყო არა შეკითხვები, არამედ მოსაზრებები სპორტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა
წარმატების ნიშნულობა სამ სფეროში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ, არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. და ასეთ ვითარებაში თავარი ასპარეზი, სადაც ქართულმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გაასხელოს ქართული ჰიმნი, არის სწორედ სპორტი და შესაბამისად ძალიან დასაფასებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები. ერთი რაც არ აღნიშნავს, ასევე არის განსაკუთრებული მიღწევა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მასაც მინდა მიულოცო ეს განსაკუთრებული და გამორჩეული წარმატება. სპორტი არის სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სფერო, სადაც ზუსტად ჩანს ის თუ რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ ინვესტიციას. ჩვენი ამოცანა რომ ყველა მიმართულებით გქონდეს ხელშესახები შედეგები, ზუსტად ისეთივე ხელშესახების შედეგები, როგორც გვაქვს სპორტის მიმართულებით. გვინდა მაქსიმალურად განავითაროთ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ამისათვის კიდევ ერთხელ გვერდებით, რომ საქართველოს მთავრობა ცდას და შრომას არ დააკლებს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრო. დამაზუსტებელი კითხვები არ არის, ამიტომ გადავდივართ ახლა უკვე პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლაზე. დიმიტრი ხუნდაძე 15 წუთი ტრიბუნიდან. მადლობა, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდს, გისურვებთ წარმატებებს. მე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რომელთაც ჩემ გუნდის წევრებთან ერთად მოგვიწია გაუყალავზე სიარული და ეს იყო რთული გზა, მაგრამ უალტერნატივო წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბედურებას ვერ აიცილებდა. არადა ამ ქვეყნის უბედურებას ბევრი ელოდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რომ მორჩილად ექციათ საქართველოს, ცალფეხზე დაეყენებინა და ნებისმიერი დაკვეთა გარედან დამისამართებული შიგნით შემსრულებებს უკვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებიან და საბედნიეროდ ჩვენ ეს ავიცილეთ. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ გზაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო საკმაოდ პრინციპული, შეუდარებად პრინციპული და ის სახელმწიფო საქართველოს ინტერესებს არ უთმობდა არავის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არც დიდებს და არც პატარებს. როცა საუბრობ მშვიდობაზე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ბატონი ბიზნესმენის ჩართულობა, მისი დამსახურება აუცილებლად ვახსენოთ და ამ ტრიბუნიდან, ხოლმე არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ოჯახის უფროსმა, რომელსაც ყავს შვილების და შვილიშვილებიც, მადლობა გადაუხადო მშვიდობისათვის და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ოჯახისათვის ასეთი ქმედება მართველი გუნდისგან და ნებისმიერი სასიკეთოდ ჩართული ადამიანისთვის ნებისმიერი ოჯახიდან ის იმსახურებს მადლობას. არადა დღეს მსოფლიო იარაღზე იყურება და ბევრი ელოდება და ახლა ცდილობს საქართველოს ჩართოს ღია დაპირისპირებაში. ხან მიშა შემოგვიყვანეს, ხან სანქციები მოგთხოვეს, ხან იარაღის გაგზავნა დაგვავალდებულეს, მებრძოლები ჩარტერებით უნდა გაგვეგზავნა. რა თქმა უნდა, ეს იყო მიუღებელი და ეს იყო სწორედ ის გზა, რაც საქართველოს მიიყვანდა ომამდე. პირდაპირ დაიწყეს თვალებში ნაცრის შეყრა. დეზინფორმაცია, რომელიც მტრობის სტიმულირებისთვის იყო გამოყენებული, ზიზღის ენა, ბულინგი, რომ სიმართლის თქმისაგან ხელი აეღო ნებისმიერ მოქალაქეს და მათ შორის პოლიტიკოსებსაც, რომ მათ თავის საქმე არ გაეკეთებინათ და მორჩილად დამორჩილებოდნენ გარე დაკვეთებს. გახსოვთ ალბათ, როცა გამჭვირვალობის კანონი ის რაც დასავლეთში უკვე დამკვიდრებული სტანდარტია, თურმე ჩვენთან საქართველოში არის რუსული. მაუწყებლობის შესახებ კანონი ბრიტანული, რომელიც ერთ-ერთში გადმოვიტანეთ. ეს არის BBC-ის სტანდარტი, მაგრამ თურმე ეს საქართველოში არის სიტყვის თავისუფლების დამაზიანებელი. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომები არის სახიფათო და სწორედ ასეთი მიდგომებით სურდათ, რომ ქვეყანა უბედურებაში გაეხვიათ. პიროტექნიკით გახსოვთ ალბათ, როცა საქართველოში ებრძოდნენ პოლიციელებს, სამართალდამცავებს და შენობაში ცეცხლი რამის გააჩინეს, ზუსტად მსგავსი რამ
გერმანიაში თურმე დასჯადია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, ჩვენთან თურმე ეს უნდა ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლების ფორმა. პოლიციელებზე თავდასხმა, თქვენ ნახეთ ალბათ, როცა პირდაპირ ეთერში უყურებდით, როგორ ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ პოლიციელი და ეს შერაცხეს როგორც გმირობა და პრეზიდენტს, რომელიც რა თქმა უნდა, საკუთარ გადაწყვეტილებში სალომე ზურაბიშვილზე მაქვს საუბარი, არ იყო თავისუფალი, დაუკვეთეს, რომ ეს გმირობად გამოეცხადებინა და შეეწყალებინა დამლაშევ. ეს იყო პრაქტიკულად მწვანე შუქი, რომ ყველაფერი იყო დასაშვები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის აგენტურის მხრიდან და ისინი მაშინდელი პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდნენ დაცული. ელჩების ქმედებები. ჩვენ უყურებდა არა მხოლოდ ჩვენ ოპოზიცია საპარლამენტო, არამედ მართველი გუნდიც და ხშირად პრემიერ-მინისტრიც, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებიც ვამბობთ ამ სიმართლეს, რომ ისინი ხშირად ერევიან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში ერევიან. ისინი ხელს უწყობენ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარდეს. და რატომ არ ვართ უფრო პრინციპულები? მხოლოდ სათქმელი არ არის საკმარისი. მე ვფიქრობ, როდესაც ელჩი არგოს ვენის კონვენციას, ის რაც არ არის მხოლოდ ჩვენი შემუშავებული, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და სტანდარტი. ელჩი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას, დესტრუქციას. ელჩი და უпростоრად ელჩებიც, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ერთი. როცა ისინი ერევიან საარჩევნო პროცესებში და პირდაპირ მოუწოდებენ ამორჩევლებს, რომ მათ მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები. მე ვფიქრობ, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ კაცრი ტონი, უნდა იყოს კაცრი ქმედება და თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. და მე გთხოვთ, რომ უფრო პრინციპულები იყოთ, ვიდრე მხოლოდ პრინციპულობა გამოიხატებოდეს სათქმელში. ეხლა მე მქონდა უფრო პოლიტიკურ ასპექტებზე დაგეგმილი, რომ აქცენტები გამეკეთებინა, მაგრამ დემოგრაფიულმა საკითხებმა არაერთხელ გაიჟღერა დარბაზში. მე მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი უკვე წამოიწია და ამაზე საუბრობს უკვე არაერთი დეპუტატი. და აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას, როდესაც აქვს 20% დაკარგული, ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს უფლება გარისკოს საკუთარი ტერიტორიები კიდე დასაკარგად. და როცა ქვეყანას აქვს დემოგრაფიული პრობლემები, ასევე არ აქვს ხელისუფალს უფლება იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეები და მით უმეტეს ახალგაზრდები გაწიროს წინასწარ წაგებული ომისათვის. ეხლა როცა ვსაუბრობთ ჩვენ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ მოსახლეობის აღწერა. თქვათ, რამდენი დაიბადა, რამდენი გარდაიცვალა, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ის რომ ქვეყანაში შობადობა დაბალი, ეს სამწუხაროდ ნამდვილად დასია, მაგრამ ეს არ არის თვეების და ერთეული წლების პრობლემა. ეს 90-იანი წლებიდან მოდის, მას შემდეგ რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, ეკონომიკური სიდუხჭირე, შიდა ომები და ასე შემდეგ, მას შემდეგ რა თქმა უნდა ქვეყანაში არის შობადობა დაბალი. და სწორედ ეხლა არის დემოგრაფიული სარკისებური ასახვა დღევანდელ პერიოდში, რომ ჩვენთან იმაზე ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე იბადებოდა საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყველაზე მაღალი შობადობა იყო 1961 წელს, როცა 104,000 ახალშობილი გაჩნდა, დღეს ამის ნახევარიც არ არის და უფრო მეტიც. ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს და თუ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში 741,000 დაჭარბებდა ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას, დღეს აბსოლუტურად პირიქითაა 100,000 დაჭარბებს ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. იმიტომ რომ ზოგადად მახასიათებელი ქვეყნებისაც არის ამდაგვარი. განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ისე რომ ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს არ არის. 155 მილიონი ბავშვი და განვითარებულ ქვეყნებში იბადება 125 მილიონი. ისე რომ აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდეოლოგიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ოჯახურ ტრადიციებს, ფასეულობებს, რაზეც აქცენტს აკეთებს სწორედ მართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამაში გვერდში ვდგავართ. რა თქმა უნდა, დაბალი შობადობა და ბავშვთა და შესაბამისად ახალგაზრდების რაოდენობრივი კლება, ესაც რა თქმა უნდა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. თავდაცვის უნარიანობა. როდესაც ჯარი არ არის იმ რაოდენობის და შესაბამისად იმ შესაძლებლობის, რა თქმა უნდა, თავდაცვის უნარიანობა
ქვეყნის დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე, როდესაც წარმოებელ ფენას, რომელიც ქმნის ძირითადად ეკონომიკას, აჭარბებს ხანდაზმულთა რაოდენობა, რომელიც ფინანსური რესურსის მიმღებია, რა თქმა უნდა, ეს უკვე საფინანსო უსაფრთხოების საკითხია, თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსავ იმას, რომ ერის დაბერება არ არის ნეგატიური პროცესი, ეს არის დემოგრაფიის გარდაუვალი გარდაქმნის პროცესი და ეს ანიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწორი პოლიტიკის წარმოება, უკასრავად. სწორი პოლიტიკის წარმოება, რომ ასეთი საფრთხეები იქნას თავიდან აცილებული. მიგრაციული პროცესები. მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა შემოიტანა და ნამდვილად ღირებულია იმისათვის, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს შესაბამისი. რაც შეეხება მიგრაციას, ესაც უსაფრთხოების ნაწილია, მინდა გითხრათ. გარდა იმისა, რომ შიდა მიგრაციული პროცესებიც არ არის სახარბიელო და დიდ ქალაქებში ხდება მოსახლეობის გადამისამართებას, სასაზღვრო ზოლი პრაქტიკულად არის მოშიშვლებული. 2002-დან 2014 წლამდე დაახლოებით 2014 წლის მონაცემებით 202 სოფელია, სადაც პრაქტიკულად გაუკაცრიელებულია, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობს. და დაახლოებით 170 სოფელია, სადაც ესაც 2014 წლის მონაცემებით, სადაც 5-დან ნაკლები მაცხოვრებელი ფიქსირდება ადგილზე. რა თქმა უნდა, საზღვარს იცავს მესაზღვრე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად ამცირებს საფრთხეებს და ისიც, რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვაში ღებულობს არაპირდაპირ მონაწილეობას. მიგრაციული პროცესები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა გარდა იმისა, რომ ბოლო ტენდენციებით ევროპულ ქვეყნებშიც, მათ შორის, სადაც სამუშაო ძალას ავსებდნენ იმიგრაციით, არაერთ ქვეყანაში დადგა საფრთხე იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი ჭარბი იმიგრაციის ხარჯი, შეიცვალა ადგილობრივი ეთნოკულტურა და შემდეგ პოლიტიკური წარმომადგენლობაშიც გაჩნდა პრეტენზია უკვე მათი მხრიდან და არც თუ ისე იშვიათად ფიქსირდება, რომ იმიგრაციით და შემდეგ უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლების სტატუსით პოლიტიკაში წარმოდგენილი ეთნიკური ჯგუფები ხშირად მშობლიური ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და იცავენ. მე უბრალოდ ამას სიფრთხილისთვის ვამბობ, რომ საქართველოშიც მიგრაციული პოლიტიკა, ასევე მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებაც იყოს გონივრული და იყოს პოლიტიკურად გათვლილი და საფრთხეების კარგად აწონილი. რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ საპარლამენტო ჩართულობას დემოგრაფიულ საკითხებში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, მიღებული არის დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ დროისათვის ის იქნება მოძველებული, ამიტომ მინდა პრემიერ-მინისტრს ვთხოვო, რომ მოვიწვიოთ ის, რადგან თქვენ უკვე თანხმობა განაცხადეთ, მოვიწვიოთ საბჭო და მას უნდა ერქვას არა დემოგრაფიული საბჭო, არამედ როგორც მთავარ დოკუმენტს ქვია, სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების საბჭო. იმიტომ ეს არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხია ნარკოპოლიტიკა და ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა ძალიან მძიმე შედეგამდე. მე ამ პროცესებში უშუალოდ მიწევდა ბოლო წლების განმავლობაში ჩართულობა და ყოველთვის ვაფიქსირებდი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, რომ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას სიკეთეს არ მოიტანდა. გახსოვთ, მაშინ იყო აქტიური ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაური და თეთრი ხმაურით მოვედით შავ დღემდე. დღეს ქვეყანაში არის ნარკომოხმარებელთა ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ რა თქმა უნდა ის, რაც თქვენ ბატონო ირაკლი წარადგინეთ ინიციატივები, ეს რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასაკმარისი. ნარკოპოლიტიკა ზოგადად ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს. ნარკოპოლიტიკა ეხება საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს. ამიტომ, როდესაც ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ლობირებდნენ, მაშინ მთელი ნარკოპოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა დაიყვანეს იქამდე, რომ თითქოს ეს იყო დოკუმენტი, დავიჭიროთ თუ არ დავიჭიროთ. მთელი საზოგადოება საუბრობდა ამაზე, რომ თურმე პარლამენტი ღებულობს ნარკოპოლიტიკის დოკუმენტს, რომ დაიჭირონ თუ არა ნარკომომხმარებლები. ეს არის
მთელი, ასე ვთქვათ, სისტემა და პრობლემების ძალიან დიდი ჯაჭვი. Რა თქმა უნდა, ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ. Რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მოვაჭრება, ციკლით ვაჭრობა უნდა იყოს უმკაცრესი და ასე ვთქვათ, სასჯელი მათთვის, მაგრამ ასევე ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლის დეფიციტიც გვაქვს და მომსახურების დონეც არ არის შესაბამისი. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ მხოლოდ ნარკომოვაჭრეთა სიმკაცრე და ასევე რა თქმა უნდა სწორია სააფთიაქო ნარკომანიის მიმართულებით კაცრი გადაწყვეტილებები და საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ასევე ჯანდაცვის სექტორი ამ მიმართულებით არის გასააქტიურებელი. განათლების რეფორმას, რომელიც თქვენ განაცხადეთ და მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე თქვენ უკვე პარლამენტს წარუდგენთ კონკრეტულ გეგმას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სიღარიბის დაძლევის კუთხით ქვეყანა პოზიტიური მაჩვენებლებით გამოირჩევა, მაგრამ სიღარიბეს მხოლოდ შემწეობებით ვერ დავწლებთ. ჩვენ გვჭირდება განათლების კარგი სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას და ასევე ეს ახალგაზრდები უკვე შემდეგ შექმნიან შესაძლებლობას, რომ გქონდეს ქვეყანას უფრო მეტი პერსპექტივა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ცოდნამ უნდა დაძლიოს სიღარიბე და არა მხოლოდ შემწეობება. მოგეთ ეს ყველაფერი დროის სიმცირის გამო, რა თქმა უნდა, მე უკვე დასრულებას შევეცდები ჩემი გამოსვლის. ერი ერმა უნდა გადაარჩინოს. ჩვენ საკეთებას სხვა არ გააკეთებს. შესაძლოა და ამის მომსწრებად უკვე რომ საფრთხეები მრავლად მოგვეწოდება. შიგნიდან თუ გარედან, მაგრამ საფრთხეები ჩვენ უნდა დავიცვათ, პერსპექტივები ჩვენ უნდა გავაჩინოთ, შესაძლებლობები ჩვენ უნდა შევქმნათ და მომავალიც, რა თქმა უნდა დავგვეგმოთ სწორად, მომავალი გრძელვადიანად ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით პარლამენტში. ჩვენი თაობა, რა თქმა უნდა, შეიცვლება შემდგომი თაობით. გრძელვადიანი დაგეგმარება, მე რაც მომწონს ბატონი ირაკლის, ასე ვთქვათ, მიდგომაში ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობის გაჩენა. ჩვენ სიღრმისეულად უნდა ჩავწვეთ ნებისმიერ დარგობრივ მიმართულებას და მაშინ გავთ სწორ შედეგზე. ეხლა რაც შეეხება დამჭა, როგორც ხედავ 2 წუთი, ამიტომ მე როგორც დელეგატი მინდა რომ კონკრეტულ საკითხებს, თითოეულ საკითხს შევეხები მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ყაზბეგს აქვს ასეთი თხოვნა, რომ და მარტო თხოვნა არ აქვს, ფინანსებიც აქვს, რომ სპორტულ გამაჯანსაღებელი მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს. და საჭირო არის სამთავრობო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებაში და მინდა გთხოვოთ, რომ ეს შესაძლებლობა მათ მივცეთ. ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აქტიურად განახორციელა დაქსელიანების სისტემა, მაგრამ ქუჩები არის გადათხრილი და ამით უკვე შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა სამთავრობო გულს მით უმეტეს მათვისაც ეხება ეს, რომ გაითვალისწინონ. დუშეთში არსებობს ჯერ კიდევ არაერთი უშუქო სოფელი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომ სოფლები იყოს განათებული იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ბევრი ცოტანი თუ შესაძლოა რომელიმე სოფელში თითო კაცი იყოს და მით უმეტეს იქ აუცილებელია, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. დაბა თიანეთში დაბა სიონის წყალმომარაგების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს და ვიცი, რომ დიდი ხანი არსებობს მისი პროექტი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მხოლოდ პროექტი არ იქნება საკმარისი, მით უმეტეს მოსახლეობას ჰქონდა მაშინ ინფორმაცია, როცა პროექტირებაზე იყო საუბარი და ეს დაპირება გაიცა და დღეს მინდა რომ ეს საკითხი გავააქტიუროთ. ცხეთასთან დაკავშირებით. მე არც ერთ პროექტს არ შევეხები ახლა, ხშირად ვახსენებდი ხოლმე ხიდის პრობლემას და მინდა ინფრასტრუქტურის მინისტრს დიდი მადლობა უთხრა მისი ჩართულობით. აშკარად გააქტიურდა იქ პროცესი. თუმცა ვადა გადაცილების კარგი ცუდი მაგალითია სწორედ ეს და ეს არ ეხება მხოლოდ მცხეთის. ძალიან ბევრი პროექტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ვადებს გაცილდა. აი მაგალითად მცხეთის მუზეუმი. საგარანტიო ვადა ისე გავიდა მუზეუმს, რომ ვერ გავხსენით, მაგრამ მთავარი პრობლემა მცხეთის, რაც მე კიდევ ერთხელ მინდა ამ ტრიბუნიდან ვთქვა. ეს არის უკვე 10 წლის პრობლემა. 10 წლის პრობლემა. ეს არის მცხეთის მორატორიუმი. ქალაქს განვითარების პერსპექტივა არ აქვს და მოქალაქეები ამით ძალიან იზღუდებიან. ამიტომ აქ აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებები
და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დაასრულდეს. ეხლა მე ერთი თხოვნით მინდა დავასრულო, ეს დაამბარეს ჩემმა სვანმა მეგობრებმა. თუმცა ტონალობა ისეთი თქვა თხოვნა არა, მე მგონი უფრო მოთხოვნა იყო. თეთრულდის კურორტის შემაერთებელი გზა სოფელ მულახთან. ეს საბაგირო გზაზეა საუბარი და მე შევასრულე მათი თხოვნა და მეც უერთდები მათ რომ ერთად ვთხოვოთ ან მოვითხოვოთ. დიდი მადლობა ბატონ ირაკლი, გისურვებ წარმატებებს. თურმე შესაძლებელია რომ ამ დარბაზში მშვიდად დეპუტაციამ მოусმინოს პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა იყოს კრიტიკას, დაისვას კითხვებიც, შესაძლოა იყოს შენიშვნებით, შეთავაზებებით და ისე რომ არ იყოს აურზაური. ისე რომ მათთვის მახასიათებელი სუნით აქ ვინმე არ წამლავდეს დარბაზს. ისე რომ არ იყოს ბულინგი, არ იყოს გინება, არ იყოს რაღაც გაუაზრებელი პერფორმანსები, გარედან ხუჯიდან შემოძახილები. თურმე შესაძლოა რომ კრიტიკაც, შეთავაზებებით, ზოგჯერ ყვახენათქვამიც, მშვიდ გარემოში ისე როგორც საპარლამენტო ცხოვრებას ეკადრება და მით უმეტეს საქართველოში, ისე ჩავატაროთ ასეთი საპარლამენტო დღე. დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს. მადლობ. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მამუკა მდინარაძე. 20 წუთი რო ჩარცოთ ჩერდა, შემდეგ მოხდა. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენ საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს. დღეს იმდენ საკითხზე იყო მსჯელობა, რომ მე მგონია რომ დეტალურად მეც ბევრს ვერაფერს დავამატებთ და ერთი რამ შეგვიძლია ძალიან გულწრფელად ვთქვათ, რომ თუ კი ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა, ჩვენ ეს დღეს მოვისმინეთ საქმეზე ორიენტირებულად და არა ვთქვათ რაღაცა პიარზე გათვლილი, ეს ყველაზე რბილად რო ვთქვათ, რაღაცაც სხვა მხრიდან ხშირად ხედავდით ხოლმე, ჩვენ დღეს საქმეზე გველაპარაკებოდა ქვეყნის ლიდერი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საქართველო გვინდა ჩვენ, რომ მას მხარი დაუჭიროთ იმ იდეების განხორციელებაში, რასაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის და საზოგადოების წინაშე ვსწავლებდა, პირველ რიგში უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ნებისმიერ ქართველს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ვკითხოთ, როგორი საქართველოს აშენება გვინდა ჩვენ და როგორია ჩვენი ქართული ოცნება. რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში. ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ. საბედნიეროდ, იმიტომ რომ ჩვენ ამისი თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახის და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს გაცდა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის პატივისცემა. და ამისი დისტრიბუცია სამწუხაროდ, იმიტომ რომ საჭირო გახდა ამისი დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს ისევ იმ სიტყვას გავიმეორებ, სამწუხაროდ მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს ევროპას ვუთხრათ, რომ დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს და ზოგადად არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა და ადამიანები, ვინც განვახორციელებთ ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას. ვინც დაბეჯითებით ვიტყვით, რომ მაგალითად, როგორც ჩვენ კონსტიტუციაში 2017 წელს მაშინაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩავწერეთ, რომ ქორწინება მაგალითად ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. და ბევრი მსგავსი საკითხი, რომელზეც არ გავჩერდები, რაც ასე შვენის ევროპას და ევროპულობას.
იმიტომაც რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახის პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტია, რომ მომავალმა თაობებმა პატივისცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყო. თუ ჩვენ არ ვცემთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს პატივს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ჩვენი შვილებით და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულ მომავალს და ეს შვილებიც სხვანაირად, სწორად ამ ღირებულებებზე ვერ გაიზრდებიან. და როდესაც კითხვა ისმება, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ქართულ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ხედვებს და დეტალებში ჩადის აბსოლუტური გონიერებით და სიზუსტით. ამ დროს ვის წარმოადგენთ თქვენ? ჩვენ წარმოადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არც ერთი ჩვენგანი არავის სხვას. და თუ კი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის გარდა ქართველი ხალხისა და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვარ ჩვენ. ვინ არის ჯერ ქართული ოცნება? ქართული ოცნება არის აი ეს გუნდი 41,000-ზე მეტი წევრი ამ გუნდისა, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი. და რა არის ჩვენი ქართული ოცნება? როდესაც ისევ გავიმეორებ, ირაკლი კობახიძის იმ სიტყვებს უსმენთ, რომელიც ორიენტირებულია დემოგრაფიაზე, კორუფციის აღმოფხრაზე და ასე შემდეგ მსგავს ეროვნულ საკითხებზე. რა პრიორიტეტები გვაქვს? ამ კითხვაზე პასუხამდე რომ მივიდე, რამდენიმე საკითხს ძალიან მოკლედ შევეხები და შემდეგ ძალიან კონკრეტულ პასუხს გავცემ ჩემივე დასმულ ამ კითხვას. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ ასევე თამამად მიღწეულ შედეგებზე, რამდენიმე ფაქტობრივი მოცემულობა. პირველი, ჩვენ დღეს თუ კი ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ამაზეც რომ გველაპარაკა ჩვენ 5-6 წლის წინაც კი რომ ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდით, ალბათ ესეც ჯერ ერთი გასაბედი ამბავი იყო, რთული საპროგნოზო იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. და ალბათ ამასაც მარტივად არ შეხვდებოდნენ და რა მოყვებოდა, რა კაკაფონია მათი მხრიდან, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვინც ასე გვაკრიტიკებს, მათ შორის განსაკუთრებით უცხოელების დავალებით. მეორე, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მხოლოდ პირველ ადგილებზე საუბრობ, პირველ 3 ათეულში რაღაც მონაცემებით რო ვართ, იმას საერთოდ არ ვეხები ამ შემთხვევაში. და ერთიც უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გვაქვს ჯანსაღი და აბსოლუტურად რეალისტური ამბიცია, რომ აქაც ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეები. იმიტომ რომ ჩვენ ამისი შედეგები გარკვეულწილად უკვე დავდეთ და ყველა საჯარო მოხელეს და ყველა ადამიანს, რომელსაც აქეთ თვალი და ხელი გაურბის, უნდა ვუთხრათ აუცილებლად, რომ არაფერმა შეიძლება ომზე არ ვსაუბრობ, ომმა და ასეთმა მავნებლობებმა, რასაც მოგვიწოდებდნენ გარედან და რასაც აკეთებენ ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტები, ამათ ოპონენტები არ ქვია, მათ ქვიათ აგენტურა უცხოელების ხელდასმული, ამის იქით მხოლოდ შეიძლება კორუფციამ დააზიანოს ყველაზე მეტად ეკონომიკაც და მატერიალური კეთილდღეობაც ჩვენი საზოგადოების და ნებისმიერი ადამიანის ოჯახისა და მისი წევრის. სხვას არაფერს იმ პირველ ჩამონაცვლის გარდა არ შეუძლია დააზიანოს ეკონომიკა და ჩვენი შვილების მომავალი. რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში ნარკომანიაზე არ ვსაუბრობ, ეს არის ცალკე პრიორიტეტულად საბრძოლელი მიმართულება, რასაც ასევე დიდი სიამოვნებით უერთდები, როდესაც პრემიერი ამ ინიციატივებს ახმოვანებს ხოლმე და თქვენი სახელითაც ხშირად უჭერ ხარს და ეს ბუნებრივია, საერთო განწყობის გამოძახილია, მაგრამ კორუფცია არის ერთ-ერთი გადასაჭრელი, ბოლომდე აღმოსაფრელი საკითხი.
და სხვათა შორის ერთი რამ გადახვევა მაპატიეთ. ამ ბოლო დროს მათ შორის აგენტურული ტელევიზიების მხრიდან შეიმჩნევა ახალი ტენდენცია. როგორც ჩანს, როგორც კი ფული მოაკლდათ, გარედან დაფინანსებული, იმ წუთასვე გადავიდნენ ასეთ საინფორმაციო პოლიტიკაზე. განსაკუთრებით კორუფციაში ბრალსდებენ ბოლო დროს 100-დან 99 შემთხვევაში 100-ზე არ ვიტყვი შეგნებულად და ვერ ვიტყვი, სიმარ ობიექტური ცნო ვიყო იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. მე ასე შეიძლება მართალი იყოს და იქაც ინტერპრეტირებული გაბერილი ან არაგაბერილი ასეთების ყოფილა 100-დან 1-ს უკაცრავად ჟარგონისთვის გაარტყავენ ხოლმე, მაგრამ რეალურად გვაქვს მოცემულობა, როდესაც ისინი ბედავენ შანტაჟსაც კი კონკრეტული პატიოსანი მოხელეების, მათ შორის ბიზნესების, რომ ისინი თუ არ დაალაგდებიან ჭყალებში, მათივე ენით ვთქვათ, ამ საინფორმაციო საშუალებებთან ისინი მოახდენენ მათ დისკრედიტაციას და ვიღაცები შეშინებულები ულაგდებიან ასევე ჭყალებში კიდეს და ყოველას მოუწოდე ბიზნესის წარმომადგენელს თუ ჩვენს კოლეგას აქ თქვენ არ გეხებათ არავის რამე არ იფიქროთ გადატანით ნახევრად გადატანით მნიშვნელობით ყოველას მოუწოდებ რომ ნუ დაექვემდებარება ნუ რავი შანტაჟს მართალ და სუფთა ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს რაც არ უნდა დააბრალონ პატიოს ან მოხელეს თუ პოლიტიკოს ვერაფერს დააკლებენ იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლის გატანა გაცილებით მარტივია ეს შემთხვევით არ მithქვამს და ბევრს ძალიან ცუდად მოხდებოდა ყურში და გულზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში. დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში რთულია იყო ლიდერი გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ, ჩვენ ვართ სამართლიანები და დემოკრატიის პირობებში დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მივაღწიეთ, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სხვა ყველაფერ დანარჩენს სიკეთეს, რაზეც საუბრობდით. და დაუბრუნდები ჩემს კითხვას, აქედან გამომდინარე, რაც მე ახლა მეორე ნაწილში ვილაპარაკე, რა არის ჩვენი ქართული ოცნება და რისკენ მივდივართ. პირველი ეს არის ქვეყნის გაერთიანებისკენ მშვიდობიანი და გააზრებული სხვა შერიგებით. ეს არის ასევე ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა და ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისათვის. ეს არის ეროვნული ღირსების და იდენტობის გადარჩენა. ეს არის სამართლიანობა. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის დემოგრაფიული პროგრესი, რაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და მათ შორის ბატონმა ირაკლიმაც. ეს არის ამაყი, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. მსოფლიოში ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს მშენებლობა და ეს არის რა თქმა უნდა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი საზოგადოება. აი ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც აუცილებლად ავიხდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ამით პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლებით დასრულდა ბატონ პრემიერს თუ სულს დასმით სიტყვა გთხოვთ ტრიბუნასთან. ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამოუცხადეთ საქართველოს მთავრობას ჯერ წელიწადნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ყველა ეს საქმე, რომელიც დღეს წარმოადგენთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა თქვენ ნდობისთვის გადაგიხადოთ მადლობა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის საერთო საქმე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთადგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, თავისი სუვერენიტეტით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ ერთად
განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივახცევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დობისთვის, ხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის თქვენი ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრო, მადლობა ასე მთავრობის წევრებს დასწრებისთვის. კოლეგებო, როგორც იცით, ბოლოს უახლოვდება ჩვენი საგაზაფხულო სესია. ამავე დროს მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივები ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა პარლამენტის ბრძაობა, რომ ეს ინიციატივები პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს. ამიტომ აქედანვე გეტყვით, რომ ვაპირებ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სესია მომავალ კვირას. სავარაუდოდ 1 ივლისი გვექნება რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები, ამიტომ გთხოვთ, რომ შესაბამისად ასე დაგეგმოთ თქვენი განრიგი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც მოგეხსენებათ, დღეს ივნისის ბოლო პარასკევია და სრულდება საგაზაფხულო სესია. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 54 მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ.